მოგესალმებით ტელეკომპანია რიონის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას დღის ამბებს ამ დროისთვის ჯული თოხაძე გაგაცნობთ. გერმანიაში უსაფრთხოების 51 კონფერენცია გაიხსნა. განხილვის მთავარი თემა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და შექმნილი კრიზისის გამო რუსეთთან ურთიერთობა. მიუნხენში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელსაც კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტი უკრაინაში არ შეიძლება გადაწყდეს სამხედრო გზით. ამიტომაც ჩვენ წინააღმდეგი ვართ უკრაინის თავდაცვითი იარაღით შეიარაღების. იქ ისედაც ძალიან ბევრი იარაღია. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ აღარ დაზარალდეს უკრაინელი ხალხი. ჩვენ ვირჩევთ დიპლომატიურ გზას, ზეწოლისთვის კი ვირჩევთ სანქციებს და რუსეთმა იცის, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში. პრობლემა ისაა, რომ მე არ შემიძლია რაიმე ვიწინასწარმეტყველო და ვთქვა, როგორ მოიქცება ბატონი პუტინი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი გააგრძელებს სამხედრო შეჭრას, ის წააგებს ამ ბრძოლას. ვფიქრობ, ეს მას ესმის. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეასრულებს თავის დაპირებას და მინსკის შეთანხმების შესრულებას დაუჭერს მხარს, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ ის ასე მოიქცევა. კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაწყვეტა და ომი გამოიწვევს მეტ მსხვერპლს, რაც ჩვენ არ გვსურს. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შევძლებთ სიტუაცია მოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ. ყველა ველოდებით ანგელა მერკელთან გასაუბრებას, რომ უფრო დეტალურად გავერკვეთ რა გზავნილებით ჩამოვიდა მოსკოვიდან. ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინი რომ დათანხმდა შეხვედრაზე ოლანდსა და მერკელს და ეს მოლაპარაკება 5 საათს გაგრძელდა, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება დიპლომატიური გზით სიტუაციის დარეგულირება, მაგრამ ვიყოთ გულახდილები, მხოლოდ სურვილი და გამძლეობა, პატრიოტიზმი არ არის საკმარისი აგრესიის შესაჩერებლად. რაც შეეხება შეიარაღებას, ჩვენ გვესაჭიროება თავდაცვითი შეიარაღება, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. საინტერესო იქნება, რა სიტყვის სერგეი ლავროვი, მაგრამ აქვს განცდა, რომ მისი რიტორიკა არ შეიცვლება. გონია ის ისევ ისაუბრებს ნოვოროსიაზე და რაღაც ახალ რუსულ კავშირზე. ჩვენი მთავარი მიზანი კი ცეცხლის შეწყვეტაა მიმდინარე ეტაპზე. კანონმდებლობა არ ვიყვება იმით, თუ კი პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით არა თებერვალში, არამედ სხვა თვეს გამოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა. კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა, რომ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში თებერვალში არ მივიდეს, საპარლამენტო მდივნის თქმით, თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება იმართება როგორც წესი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, თუმცა როგორც წესი, რა თქმა უნდა, გამონაკლისად გულისხმობს და უკანასკნელი წლების ტრადიციად ამაზე მიუთითებს, განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძე. უახლოეს დღეებში გახდება პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი ცნობილი. შესაბამისად, მას შემდგომ, როდესაც პრეზიდენტი გადაწყვეტს პარლამენტში მოხსენებით მისვლის თარიღს, ამის შემდგომ პარლამენტის ხელმძღვანელობასთან გვექნება გარკვეული კონსულტაციები საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით და ამის შემდგომ გაჟღერდება საბოლოოდ პრეზიდენტის მოხსენების თარიღი. ჩვენ ამას გეგმავთ მომდევნო სასესიო კვირაში. ეს იქნება ოთხშაბათი, ხუთშაბათი თუ პარასკევი. ეს გადაწყდება ჩვენი გეგმით, ეს არის მომდევნო სასესიო კვირა და დანარჩენი ალბათ არის უფრო ესეთი ტექნიკური საკითხები. თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებული პროექტები, რომლის განხორციელებაც ახლო მომავალში იგეგმება და პრობლემები, რომელიც მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს, რატანხა გამოიყო რეგიონის განვითარებისთვის და როდის დაიწყება თერჯოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვრცლად ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება თერჯოლის მუნიციპალიტეტში და რას თulis მოსახლეობა პრიორიტეტად. ამ საკითხის გარკვევას მოსახლეობის გამოკითხვით შევეცადეთ. წყალი, გაზი და შიდა გზები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი საკითხები თითქმის მოგვარებულია, თუმცა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საბავშვო ბაღების სიმცირე აწუხებს. მათი ვეთქმით დაწესებულებებში უფასო კვების შემოღებამ ბავშვთა ნაკადის მატება გამოიწვია. გაზრდილი კონტინგენტისთვის კი ინფრასტრუქტურა გამართული არ აღმოჩნდა. აგერ გაკეთდა ახლა მაგერა ჩვენობაში ბეტონი გზა გაკეთდა, ასფალტი გააკეთეს ახალ ეკლესიაზე და დაიწყეს მოძრაობა ახალგაზრდებს გეთება. კიდევ არის ბევრი რაიმე გასაკეთებელი? არის ახლა ქუჩებზე პატარა მოსაწესრიგებელია და ასე არის გასაკეთებელი. ჩვენს რაიონში იმდენი რამეა გასაკეთებელი, მარტო ჩვენში კი არა, ყველგან რაიონებში, ზოგადად რაიონები გაცილებით უფრო ნაკლებ ყურადღების ქვეშ არიან, ვიდრე მნიშვნელოვანი ქალაქები. პრინციპში ბევრი რამეა გასაკეთებელი, გზები, გაზი, ელექტროენერგია მოწესრიგებულია. უფასო რო გახდა საბავშვო ბაღები, ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა და ვერ იტევს ჯგუფები გავსილია, ბაღები გადავსილია ბავშვები და რა თქმა უნდა საჭიროა კი.
ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ცვლილებები შეიმჩნევა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, თუმცა ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რაზეც ადგილობრივმა მთავრობამ უნდა იმუშაოს. ის შეკეთდა როგორც ასეთი გაუმჯობესება, გაზიფიკაცია უფრო გადის სოფლებში. და რა არის, იცი? ესე იგი როგორც დღე და ღამე ისე განსხვავდება წინაწყობისგან ეს დღევანდელი ცხოვრება რა. გლეხის მიმართ მეტი ისა აქვთ. მუშახელს აფასებენ. და თავისებურად რა, ინფრასტრუქტურის შეცვლა კაფიოდ ჩანს. მე ახლა ჩემს სოფელზე გეტყვი, ჩემთან იმაში სხვა სოფლებში არ ვიცი და გზა, წყალი, ესენი ყველაფერი ნორმალურობაში. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოსახლეობასთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ განისაზღვრა. 2015 წელს დაიწყება და დასრულდება რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება არსებულ შენობებს. მერაბ დევიძის განმარტებით რეგიონული განვითარების სამინისტრომ მუნიციპალიტეტისთვის 3.500.000 ლარი უკვე გამოყო. მხარდაჭერა აქვთ გუბერნიისგან, რაც იმედს აძლევთ, რომ 2015 თერჯოლისთვის გამორჩეული წელი იქნება. ჩვენ შეხვედრები ქონდა თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობასთან. პრიორიტეტებად განისაზღვრა მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება, ახალი საბავშვო ბაგაბაღების მშენებლობა, გზების მოასფალტება, ასევე შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება. მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს და უკვე დამტკიცებულია რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება 6 პროექტი, მათ შორის ყველაზე მასშტაბურიას გოგნი ახალთერჯოლა ჩხარი ალისუბანი რუფოთის სასმელი წყლით მომარაგება, რომელიც იყო არსებობდა ეს ქსელი რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს არის 3 წლიან პროგრამაზე გაწერილი. ამ პროექტის ყველაზე მეტი მასშტაბურობა და პრიორიტეტი იმით განისაზღვრა, რომ ეს არის სასმელი წყალი, ამასთან ერთად წყალი მოდის თვითდინებით და ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების მიმართ დაზღვეული ვართ. ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება, მაგრამ რჩება საკითხი, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებთ, დასაქმება და მინის საწარმოების არარსებობა. ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან მოღვაწეობაზე საკუთარი სცენარით ფილმი გადაიღო საზოგადოება ქუთაისშიც ეხმაურება. მოსახლეობის განმარტებით ფილმი საქართველოს სასიკეთოდ ვერაფერს მოუტანს და აჯობებს ივანიშვილმა ფილმის გადაღებაზე დასახარჯი თანხებით ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები მოაწესრიგოს. ფილმის გადაღების იდეა ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში რამდენიმე დღის წინ გააჟღერა. კინო სავარაუდოდ 200 სერიანი იქნება და მას სახელად 9+1 ერქმება. რეჟისორია, სახელმწიფო მმართველია, პრემიერია, თუ რა არის ეს ერთი. მეორე, ამის გადაღებას ჯობია ხალხს დაურიგოს და დანაპირები შეასრულოს თავისი. ხალხს დაურიგოს 2 კაპიკი. ხალხს რა დროს კინო არის, ისი კინო, ვის რა თუნდა მაგის არტისტო და მაგის თამაშობა. უაზრობაა ყველაფერი. აქ მხოლოდ მიდის ნაციონების განადგურების ვარიანტია, მეტი არაფერი. ქვეყნისთვის სასიკეთოდ ეს არაფერს არ მოუწონს ხალხს. არაფერს აქ შუღლის გაღვიარება, შუღლი ხდება, მე არაფერი. რაში ჭირდება ამისთანავე ფილმი? ხოდა ხალხი მშიერი რო ყავს და ბავშვები მშიერი კვდებიან. იმას მოახმაროს არ ჯობია იგი? არავინ არ ფიქრობს ხალხის გაჭირვებაზე. რომოყვები შევარდნაძის დროს გაიქცენ, სააკაშვილის დროს გაიქცენ, ივანიშვილის დროს გაიქცენ. აღარავინი აღარა ქვეყანაში ისეთი რომ პროტესტი გამოხატოს. არის დაფეხმილი მოხუცები, არის კასრულის ნაფხე კიდე იწყენ, აღარ არგოვანებს ფული აღარა აქვს, ხო და? არის უმწეო სტუდენტები და ამ კატეგორიასთან ძალიან იოლია შეჭკვაზე მუშაობა. რაც გინდა იმას გააკეთებ, რაც გინდა იმას იმოქმედებ. წინააღმდეგობის გამწევი აღარებინია. 1-2 წელიწადში მე მგონია ქართულად მოლაპარაკეთს მოგვენატრება ამ ქვეყანაში. შემოქმედება მაშინაა საინტერესო, როცა რეალობას ასახავს, როცა სინამდვილეა, როცა ადამიანს პური არ უჭირს და როცა რაღაცა, თორა არც მაგის მაყურებელი არ იქნება ვინმე დარჩება მაგი გაკეთებული გულის მოფხანის მიზნით და შურის ძიებით გაკეთებული საქმე არასდროს არაა გამართლებული. როგორც მოქალაქე, თვითონ არაფერს არ მოუტანს საზოგადოება
მოსახლეობას ამ ფილმის გადაღება. საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობა ზეპირა და ამოდენა თანხების დახარჯვას ამ ფილმში ჯობია მიხედონ პენსიონერებს, მიხედონ ინვალიდებს, მიხედონ გაჭირებულებს, იმ ხალხს, ვისაც სახლი, კარი არ აქვს და ქუჩაში ზინავთ და არიან უკიდურესად გაჭირებულ მდგომარეობაში. ნაციონალური მოძრაობა ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ეხა აიყვანო ზენიტში და რაიმე მასზე ფილმი გადაიღო. თვითონ თუ დევს თავის ჯიბიდან გადაიღოს ბატონო. შეუძლია დღეს თავისუფლება, მაგრამ რო გადაიღებს ესაა საქმე. ყველაფერი უნდა ვიფიქროთ, გამოადგება ეგი, ჩვენი ენა, მამულს, საწურს. ესაა ყველაზე მეტი მთავარი. და მეტი კი არაფერი არ მთავარი. რაში უნდა, რა შეპირდა ხალხს დაპირები, რომელიც შეასრულა, შვილო. რომელიც შეასრულა, მარტო ხელობები მოხსნა, მარტო იქნა მაგისი ოჯახი. მოხსნა, წაბლები გააცვირა, რასაც ვერ ვყიდულობდა ვარ წაბლების გარეშე, ხალხშია და არ არის საჭირო ამ ფილმის არსებობა. ფილმები შენ ხალხს, ფილმები რაში უნდა? პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებული მშენებლობა მახათას მთაზე ფონდი ივერიისა და საზოგადოება, რომელიც სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში მონაწილეობს. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სამონასტრო კომპლექსისა და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება. მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას 21 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ დაიწყო ისტორიული ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესა და უნეტარესი სილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი შენდება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პაატა ბურჯულაძემ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი ივერიისა დაარსა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აღნიშნული პროექტი. ფონდის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა 2010 წლის 14 სექტემბერს. ფონდისთვის პირველი შემოწირულობა მისმა უწმინდესობამ თავისი წინაპრების ქართველი მეფეებისა და პატრიარქების სახელით გაიღო. სხვადასხვა დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტებია. ეს არის აი წყალკურთხევის პავილიონია, ეს ღვთისმსახურთა სახლია, აქეთ მხარეს. ეს სენაკები და სასტუმროებია, ეს შიგა ეკლესია პატარა, ეს საწარმოო დანიშნულების ობიექტია, რომელშიც აქ სხვადასხვა დანიშნულების საწარმოოს ექნება ადგილი. აი ეს არის პატრიარქის რეზიდენცია, რომელიც გითხარი თავისი ბაღით. დიახ, აი აქ ამაზეც გაჩვენებ, უფრო კარგად ჩანს. ძალიან ლამაზი ის არის მოხატულობის და არქიტექტურის და რომელიც შეიძლება ხო გეუბნებით ისეთი ის გახდეს ადგილი, რომ პატრიარქმა საბოლოოდ აქ დაიდოს ბინა. ბაღის გარდა არის ეს მუზეუმი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ რელიგიური განვითარების თვალსაზრისით და რელიგიის ისტორიისათვის და აქ ხო გეუბნებით ძალიან ბევრი ნიმუშებია, რომლებიც ეროვნული მუზეუმიდან შეიძლება გადმო ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის ივერიის მონასტერშია დაბრძანებული. იგი პორტაიტასნი, ანუ კარიბჭის მცველად იწოდება. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის დამთავრება უახლოეს მომავალში იგეგმება. თუმცა როგორც სასულიერო პირები ამბობენ, სამონასტრო კომპლექსის დროზე ადრე დასრულება თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. საერთოდ უწმინდეს უნეტარესმა გვაკურთხა, რომ ყოველმა, ესე იგი, საქართველოს მცხოვრებმა უნდა მიიღოს ამ ტაძრის, ესე იგი, აღშენებობაში მონაწილეობა და, ესე იგი, ამის რაღაცა ქვია მადლი გვაქვს ჩვენ წინაპრებიდანაც და ესე იგი საქართველოს მეფეებიდან კურთხევა და ამიტომ ჩვენ ამას აღვასრულებთ და ამ ესე იგი ამ მშენებლობაში ყოველთვიურად ასობით ადამიანი წევრიანდება და მე ვფიქრობ ძალიან სწრაფად დასრულდება ესე იგი ეს ტაძარი და ძალიან გახარებული ვარ რომ თქვენთან ერთად მე ესე იგი ვიქნები ამ ტაძრის ასე რომ ვთქვათ მრევლი და ამ ტაძრის ასე რომ ვთქვათ მშენებლობის თანამონაწილე. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრიც, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას. თავშესაფარია ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის. მონასტერთან ასევე დაფუძნდება ნარკოლოგიის რეაბილიტაციო ცენტრი. ტაძრის აღმშენებლობაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. და პროგრამას უცხოეთის სიახლეებით ვაგრძელებთ. დონბასში დასახლებულ პუნქტებში ბუებიკები მთელი ღამის განმავლობაში ნავთქორცნებითა და გრადის ტიპის სისტემებიდან ისროდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. რაც შეეხება კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც დონეცკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის თვითგამოცხადებული მინისტრი იტყობინება, დებალცევოდან მოქალაქეების გაყვანა უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ კრემლი უკომენტაროდ დატოვეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ლიდერები შეთანხმდნენ შესაძლო ერთობლივი დოკუმენტის მომზადებაზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს. ამჟამად ერთობლივი მუშაობა უნდა დაიწყოს დოკუმენტის მოსამზადებლად, რომელიც მინსკის შეთანხმების განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს უკრაინის პრეზიდენტის წინადადებას და იმ წინადადებასაც, რომელიც პრეზიდენტ პუტინმა მოამზადა, აღნიშნა პესკოვმა. გავრცელებული ინფორმაციით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაძლო დოკუმენტზე კვირას ტელეფონით იმსჯელებენ, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის პირველი პირიც მიიღებს. ვაშინგტონი კი მოსკოვში გამართულ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს. არ შემიძლია ვუწოდო პოზიტიური იმას, რომ რუსეთი გვისმენს, ისინი ადრეც არ გვისმენდნენ, უბრალოდ არაფერს აკეთებდნენ, იტყობინება Associated Press ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მარი ჰარფიზე დაყრდნობით. ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო მათი ერთ-ერთი მძევლის ამერიკელი კაილა მიულერის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ექსტრემისტების ცნობით ისლამისტების მძევალი იორდანიის ავიაციის მიერ სირიაში იმ შენობის დაბომბვის დროს დაიღუპა, რომელშიც ის ჰყავდა დატყვევებული. თუმცა როიტერის ცნობით იორდანიის მთავრობის წარმომადგენლები ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებენ. გავრცელებულ ცნობას ჯერ არც ვაშინგტონი ადასტურებს. თავად ამერიკელი მძევლის მშობლები კი შვილთან დაკავშირებას ითხოვენ, ვინაიდან სჯერათ, რომ ის ცოცხალია. 26 წლის კაილა მიულერის სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად თურქეთ-სირიის საზღვარზე 2012 წელს ჩავიდა, სადაც ის ისლამისტებმა დაატყვევეს. წითელი ხალიჩა ბერლინის კინოთეატრთან და მსოფლიო ვარსკვლავები ბერლინალე გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს გერმანიის დედაქალაქში შეკრებილებმა ესპანელი რეჟისორის ფილმი ნახეს, სახელწოდებით ღამე, რომელიც არავის სჭირდება. წინ კიდევ 19 ფილმი და რამდენიმე პრემიერაა, მათ შორისაა კონკიას კინოვერსიაც. და კვლავ ადგილობრივი ინფორმაციით ვაგრძელებთ გადაცემას. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას აჭარისა და სამეგრელოს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მიიღეს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბიბლიოთეკების წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგება. სისტემური გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მთავარი დანიშნულებაა. სემინარს პოლონეთის წარმომადგენელი კატარჯინა მორავსკა ესწრებოდა. ბიბლიოთეკების წინაშე დამდგარი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლამ გამოიწვია. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ფუნქციურად ბიბლიოთეკები ძალიან დატვირთული იყოს და ფუნქციურად რომ იყოს დატვირთული, ამისათვის აუცილებელია მაღალი კლასის პროფესიონალი ბიბლიოთეკარები. ამიტომაც მიმდინარეობს ასეთი, ასე რომ ვთქვათ, ხშირი ტემპით ტრენინგები და ნებისმიერი სასწავლო კურსები. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს ბიბლიოთეკა თანამედროვე აგორა. იგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება. საქართველოს გარდა უკრაინასა და მოლდოვის ქვეყნებთან თანამშრომლობთ. პირველ ეტაპზე საქართველოსთან რამდენიმე პიროვნება შეირჩა, რომლებმაც გადამზადების კურსი პოლონეთში გაიარეს. საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა გადამზადებით კუთხით მთელს დასავლეთში ფლაგმანს წარმოადგენს. სახელოვნებო ფესტივალი ვენტილაცია ქუთაისში წელს მეორედ გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით ფესტივალის მთავარ დანიშნულებას ხელოვნების სხვადასხვა სფეროების გაერთიანება და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს. ფესტივალი 8 თებერვალს გაიხსნება და თვის ბოლოს დაიხურება. პროექტ შვეიცარიული ფონდი აფინანსებს. შვეიცარიული ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც შარშან იყო პირველად და საკმაოდ რეზონანსული პროექტი იყო და წელსაც, ესე ვთქვათ, გაგვიგრძელეს თანამშრომლობა და წელსაც ჩატარდება იგივე ფორმატში. ანუ რა ფორმატის ფესტივალია ეს? ეს მოიცავს ხელოვნების რამდენიმე სფეროს, მხატვრობა, პოეზია, პროზაც და ვიზუალური ხელოვნება, დანარჩენი ვიზუალური ხელოვნება და მუსიკაც, რაც მთავარია. ამ ფესტივალის მთავარი მიზანი არის, რომ კულტურა როგორც ასეთი წარმოაჩინოს სხვა სივრცეში, მაყურებელს, მსმენელს დაანახოს ამ კულტურის ალტერნატივების შესაძლებლობა. და პროგრამაში ამინდის პროგნოზის დროა. გავიგოთ, როგორი ამინდია საქართველოში მოსალოდნელი.
საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია, მე კი გემშვიდობებით კარგად ზანდებოდეთ.